წარადგინეთ ცესილი ერთ-ერთი უნიკალური ადგილი ჩვენი ქვეყნის სამეგრელოს გული და რატო ვეძახით გულს ამასთან დაკავშირებითაც ვისაუბრებ ეს არის განსაკუთრებული ბუნებრივი რესურსების მქონე და ძალიან დიდი კულტურული ტრადიციების მქონე მუნიციპალიტეტი, რომელსაც ქვია ჩხოროწყუ. თუმცა ბევრი დეტალი არ არის რატომღაც ესეთ არ არის განსაკუთრებით ცნობილი. კი ბატონო, მაინც ძირითადად ჩხოროწყუ ხა მეგრული იმ დონეზე ყველამ ვიცით რომ მივხვდეთ რომ ჩხორო ეს არის ცხრა და წყუ ეს არის წყაროს წყალი, წყურგილე ეს ეძახიან მეგრელები. ანუ თარგმანში ჩხოროწყუ ეს არის ცხრაწყარო. და მართლა 9 წყაროზე არის საუბარი. თუმცა ჩხოროწყუში წყაროების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ 9-ზე მეტია, თავისთავად ცხადია. უბრალოდ ყველამ ვიცით, რომ ქართულ ტრადიციაში სიტყვა 9 ეს არის სისრულის, სისავსის, სიმრავლის ნიშანი. ამიტომაც ეს ჩხოროწყუ მაინც ადგილმდებარეობის ბუნებრივ სიმდიდრეზე მიუთითებს. სხვათა შორის 9 წყაროს სიმბოლო არის გამოსახული ჩხოროწყუს დროშაზე. აი თქვენ ხედავთ ლურჯ ფონზე, ანუ წყლის ფონზე 9 ხაზს, რომელიც არის თუნდაც აი წყაროს სიმბოლო და ძალიან საინტერესოა ჩხოროწყუს გერბი. აქაც საერთოდ გერბებზე რო ვისაუბროთ, ზედა ნაწილი გვირგვინი, რომელიც არის 3 კოშკი, კონგურებიანი კოშკი, თავისი შესასვლელით ეს საქართველოს ყველა ქალაქის გერბშია, ეს არის საერთო ყველა ქალაქისთვის და ქვედა არშიაც ყველას ერთი და იგივე აქვს, უბრალოდ წარწერა იცვლება, განსხვავებული არის ფარზე მოცემული ინფორმაცია. ფარზეც ჩვენ ვხედავთ, რომ არის ლურჯ ფონზე, ანუ აქაც ბუნებრივ სიმდიდრეზეა საუბარი, ეს 9 წყაროს სიმბოლიკა არის გამოსახული. მარჯვნივ ხედავთ ოქროს საწმისის სიმბოლოს, ტყუილად არ არის ჩხოროწყუს გერბზე ოქროს საწმისი და აუცილებლად მოგიყვებით ამის შესახებ და ქვევით ხედავთ ჩემპიონ ფუტკრებს, ანუ ჩხოროწყუს სიამაყეს, რომელზეც აუცილებლად მოგიყვებით აი ამ გადაცემის განმავლობაში. ეხლა რაც შეეხება გეოგრაფიულ სხვათა შორის ოქროს საწმის რაც შეეხება ამ ფორმით ოქროს საწმისი საქართველოს სხვადასხვა ქალაქების გერბზეც არის, მაგალითად ზუგდიდის გერბზეც არის, აბაშის და სხვა რეგიონის გერბზეც. აი რაც შეეხება გეოგრაფიულ მდებარეობას, მდებარეობს კი ვხედავთ რუკაზე სამეგრელოს ზემოსვანეთის მხარეში და უფრო დეტალური რუკა რო ვნახოთ, ანუ სამეგრელოს შუაგულს რატო ეძახიან? მთელი სამეგრელოს მუნიციპალიტეტები ყველა გარს ავს შემოგრული, ანუ გარს არტყია ყველა მუნიციპალიტეტი, მაგალითად აი რო დავაკვირდეთ, აღმოსავლეთით არის მარტვილი, მერე არის ქვევით სენაკი, ხობი, გარდა ამისა არის წალენჯიხა, ზუგდიდი და ჩრდილოეთით არის ლენტეხის და მესტიის მუნიციპალიტეტები. ანუ ამდენი მეზობელი, მე მგონი არც ერთ მუნიციპალიტეტს არ ყავს, გამონაკლისია ფოთი და აბაშა, ანუ მხოლოდ ფოთი და აბაშა არ ყავს მეზობლად, დანარჩენი ანუ მთელი სამეგრელოს ესენი აქვს შემოგრებილი. გარდა ამისა, გული, ამიტომ ეძახიან მართლაც სამეგრელოს გულს. ჩრდილოეთით მას აკრავს ეგრისის ქედი, ეგრისის ქედი ეს არის კავკასიონის სისტემის ნაწილია და მთელი მუნიციპალიტეტი მდებარეობს ამ ქედის ძირში. ამიტომაც არის რომ ნებისმიერი წერტილიდან მთის უნიკალური პანორამა ჩანს და ამიტომაც აი ისეთი ხედებია რომ მე არ ვიცი აი საქართველოს ჩვენ ცნობილია ხა საქართველოს ხედებით, მაგრამ აი ნებისმიერი წერტილიდან რომ მთების ესეთი საოცარი პანორამა ჩანდეს, არ ვიცი, მეორე არ მეგულება. ეხლა რაც შეეხება მთავარ მდინარეს, მთავარი მდინარე, როგორც ყველა ქალაქი ხა მაინც მდინარეზეა გაშენებული, მთავარი მდინარე ეს არის ხობის წყალი, თუმცა აქ არის ერთი უცნაურობა, გეოგრაფიული ტოპონიმები არის თარგმნილი. ამ მდინარის სახელწოდება რეალურად არის ხობწყარი. და აი როდის მოხდა ამ მდინარის თარგმნა და აი როდის იქცა ხობისწყალად, ანუ ჯერჯერობით ვერ მივაკვლიე ამ ინფორმაციას. ამ მდინარის მთავარი შენაკადი მარჯვენა წენწყარი, როგორც ჩვენ მეგრელები ვეძახით, ისიც არის თარგმნილი როგორც ჭანისწყალი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება
ტოპონიმების თარგმნა, იმიტომ რომ ტოპონიმების თარგმნით ჩვენ წდებით ადგილობრივ გარემოს. ელზა, შენ თან არ გვაქვს რაიმე გრელებიო და ეხლა მივხვდი რომ მეგრელი ხალი გვიყვება ამას. მეც რა თქვი რაღაცაა სხვანაირად. თქვენი გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ ჩვენ. გამარჯობა შენი. კი, თუმცა მე არ დღეს სამსაათზე მომთორებთ ეთერს მიიწევს. კი ბატონო. რა თქმა უნდა, ამიტომაც აი ნახეთ ტოპონიმების თარგმნას დაუბრუნდები ისევ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ჯერ ერთი თვითონ კარგავთ აი საწყის ისტორიას და მე ადგილობრივ ენასთანაც გვაქვს წყვეტა. სხვათა შორის ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თქვენ რო ჩახვიდეთ სამეგრელოში ძალიან ცოტა საუბრობს მეგრულად. ძალიან ცოტა და პლუს ამას თუ დავამატებთ იმას, რომ გეოგრაფიული დასახელებების თარგმნაც თუ წავიდა, საერთოდ რეგიონს არ გააჩნია ელზა? ყოველ შემთხვევაში სერიოზული პრობლემაა, ახალი თაობა თითქმის არ ლაპარაკობს მეგრულად და ეს მე ვიცი რომ მაგალითად აი უფრო დასაწყისში დაუშვათ აი ახლა ყველგან ესეა სამეგრელოს გულზე გესაუბრებით ჩხოროწყუზე ძალიან სამწუხაროა და არიან ადამიანები ვინც აი აქტიურად რასაკვირველია და აქტიურად არიან მაქსიმალურად შენარჩუნებენ კი და პასუხისმგებლობა რო შვილებს ვასწავლოთ მეგრული ენა რომ ეს სიმდიდრე ჩვენი ქართული კულტურის ასე ვთქვათ არ იყოს დაკარგული ეხლა რაც შეეხება ჩხოროწყუს ანუ პატარა მუნიციპალიტეტია ძალიან 13 დასახლებული პუნქტია სულ მათ შორის ერთი არის ქალაქი ჩხოროწყუ რომელსაც სტატუსი აქვს 2018 წლიდან 10 თემი აქვს 10 თემი და 2 სოფელი ხა შესაძლოა ბევრს არ ახსოვდეს რომ თემი სოფლისგან რით განსხვავდება თემი ეს არის რამდენიმე სოფლის და დასახლების გაერთიანება რომელსაც ერთი ცენტრი აქვს ესეთი თემი ჩხოროწყუს აქვს 10 და ნუ 2 დამოუკიდებელი სოფელი. ეხლა თვითონ მუნიციპალიტეტს აქვს უაღრესად საინტერესო ისტორია, იმიტომ რომ თავიდანვე ის შედიოდა ზუგდიდის მაზრაში. ზუგდიდის მაზრაში შედიოდა 1929 წლამდე. ამ დროს მოხდა მისი გამოყოფა და ამ მთლიანი მუნიციპალიტეტის ცენტრი არ ყოფილა დღევანდელი ქალაქი ჩხოროწყუსაც ახლა არის, არამედ ცენტრი იყო ახუთი. ახუთი ჩემი სოფელია. უბრალოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი სოფელია, უბრალოდ ეს იყო იმ პერიოდში ყველაზე დასახლებული ადგილი და კულტურულად და ეკონომიკურად განვითარებული. ხა დასახლებას რაც შეეხება, მე მათემატიკოსი ვარ და ძალიან მიყვარს სტატისტიკა, 1866 წლის ანუ მოსახლეობის აღწერის შედეგები ვნახე, აი ზუგდიდის ოლქის აღწერა მოხდა და აღმოჩნდა, რომ 1866 წელს ახუთში ცხოვრობდა 252 კომლი, 2000 მაცხოვრებლით, აქედან 14 იყო თავადი და 25 იყო აზნაური. მათ შორის ესენიც არის აღწერილი, ამიტომაც ეს ცენტრი იყო იქ. გარდა ამისა, კულტურულ განვითარებას რაც შეეხება, პირველი სკოლა იქ ჩდება 1877 წელს. მანამდე ვიდრე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება აი სამეგრელოში ძალიან აქტიურად დაიწყებდა სკოლების გახსნას. ეს იყო პირველი სამრევლო სკოლა და არაერთი, აი დაახლოებით ამბობენ, რომ 40-მდე აკადემიკოსი არის იქიდან წამოსული ამ სოფლიდან. მათ შორის ერთ-ერთი არის ილია ვეკუა, რომელიც არის ახუთელი. კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, ეხლა რატო ამბობ ახუთის შესახებ, მე ამას საინტერესო ამბავი მოყვება. ეკონომიკურ განვითარებაში შედის ის, რომ ვაჭრობა იყო ძალიან გავრცელებული და თქვენ შესაძლოა იცით, რომ ჩვენ თბილისში გვაქვს ახუთის ქუჩა. ეს ქუჩა მდებარეობს სვანეთის უბანში, დღემდე არის ეს ქუჩა. ეს არის ძალიან მოკლე ქუჩა. კი თან არსებობს წარწერაც. მე თვითონ ვნახე, დავათვალიერე ეს ქუჩა და ტრაფარეტიც კი არის შემორჩენილი და ამ ქუჩას ახლა რატო ერქვა ახუთის ქუჩა? ახუთიდან ჩამოქონდათ საუკეთესო პროდუქტი და ყველაზე მთავარი, რაც თბილისელებს ძალიან მოსწონდათ, იქიდან ჩამოტანილი ეს იყო ღვინო. ეხლა დღეს ღვინის წარმოებას რაც შეეხება გუმათის ქუჩას კი ბატონო, ადგილობრივ ჯიშებს რაც შეეხება ძველი მეგრული ჯიშები, ანუ ძველი კოლხური ჯიშების მოძიება მიმდინარეობს. მე-19 საუკუნის ბოლოს აი გურიასა და სამეგრელოში იყო ესეთი ვენახის დაავადება, რომელმაც ადგილობრივ
ბუნებრივი ესეთი ჯიშები განადგურა და შემდეგ შემოდის უკვე ადესსა და აი 20-იან წლებში აი საბჭოთა ხელისუფლებამ უკვე შეიტანა ეს ციცკაცოლიკაური, რომელიც დღეს არის ძალიან ფართოდ გავრცელებული, მაგრამ სინამდვილეში 60-ზე მეტი კოლხური ჯიშის ყურძენი არსებობდა და ერთ-ერთი მათგანი, რაც აი ახუთში ძალიან აქტიურად იყო, ეს იყო ჭვიტილური. და თბილისში ახუთელებს ჩამოქონდათ ეს ღვინო. როგორ ქვია ბუდიში? ჭვიტილური, ესე ქვია. აი სულთა მეგრული დასახელება. ესე იგი, ილზასთან ერთად რომ საუბრობთ, ილზასთან, ზვიათთან, ჩვენთანაც აყვარებთან და ჩემი ტაბები მაგ გახს, რასაც ამბობენ, ყველაფერს თან ხსნი, რომ მე დეტალურად წავიდე, პროფესიონალს გირჩევ. და ერთ-ერთი ესეთი ღვინოა და სხვათა შორის სამეგრელოში არიან ადამიანები, მეღვინეები, მევენახეები, რომლებიც ცდილობენ ამ ადგილობრივი ჯიშების დაბრუნებას და აი ამ ღვინოების წარმოებას. სხვათა შორის ღვინოსთან ერთად გუდის ყველის ტრადიციაც არსებობს, მე რამდენადაც ვიცი. მეგრული გუდა კიდე სხვანაირი გუდა არის. განსხვავებულია აბსოლუტურად, ვიდრე თქვა დასახელება აქვს. ბილი, კი ბატონო, ასეთნაირად. და ისევ აი ღვინის თემას დაუბრუნდები, რომ აი წარმოიდგინეთ სამეგრელოს ტურები რო დაინიშნება, რამდენად საინტერესო იქნებოდა, თუნდაც აი ამ მეგრული ჯიშის, კოლხური ჯიშის ღვინოების დეგუსტაცია, რომელშიც აუცილებლად შევა ეს ჭვიტილურიც, იმიტომ რომ ერთი მეღვინესგან მოვისმინე ინტერვიუ ნახე და ის ამბობდა, რომ აი სომელიების შეფასებით პრემიუმ ხაზის ღვინოა და აუცილებლად სამეგრელოს ტურზე ეს ღვინო აუცილებლად უნდა იყოს და სხვა კოლოში აი ნუ ოჯახში არიან სადაც არიან 30-35-ზე მეტი აი ადგილობრივი ჯიშის ყურძენი აქვს მოყვანილი. კი ბატონო, შემდეგ აი ახუთიდან ეხა რომ გადავინაცვლოთ, ცენტრი უკვე ჩდება ჩხოროწყუში, იქ სადაც დღეს არის ქალაქი ჩხოროწყუ და ერთ-ერთი პირველი აი რისი მოწყობაც ხდება ჩხოროწყუში, ეს არის ისტორიული პარკი, განსაკუთრებული პარკი, რით არის განსაკუთრებული? ამ პერიოდში ჩხოროწყუს პარკში დაიდგა გინკო-ბილობას ხეები. ამ ხეების გადმოტანა მოხდა ლაგოდეხის ნაკრძალიდან. ეხა გინკო-ბილობა ჩვენ ვთქვათ, შეიძლება ბოტანიკა არ არის ეხა აუცილებელი რომ ვიცოდეთ, აი ვიდეოც არის. უბრალოდ ეხა რადგან ზამთარია, იმდენად კარგად არ ჩანს აი მთელი დიდებულება ამ ხეების. ეს არის იურული პერიოდისთან წამოსული ერთადერთი სახეობა, რომელიც უცვლელი სახით შემორჩა კაცობრიობას. ამ ხეს ეძახიან კაცობრიობის აი ბუნების მეხსიერებას, აი და კიდე მეორე სახელია ცოცხალ ნამარხებს ეძახიან, იმიტომ რომ ფოთოლიც კი არ არის შეცვლილი. აი ჩვენ თუ გვინდა მაგალითად დავინახოთ დინოზავრების პერიოდში დედამიწაზე რა ხეები ხარობდნენ, ეს არის გინკო-ბილობას ხე და ჩხოროწყუში არის პარკი. აი ჩხოროწყუში გადავწყვეტ წასვლას, თქვა ამ პარკიდან ალბათ ჯობია რომ დავიწყოთ ზოგადად მონახულება ყველაფრის მონახულება, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი და უნიკალური აი დინოზავრების პერიოდის ხეები. უბრალოდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ხეები არის რამდენიმე მილიონი წლის. სახეობა არის უძველესი, რომელიც არის ერთადერთი, რაც არის გადარჩენილი. ეხლა რაც შეეხება იურული პერიოდი ვახსენეთ და ბევრმა იცის, რომ ჩხოროწყუში არის განსაკუთრებული მუზეუმი. მე აბსოლუტურად ყველა მუზეუმს ვსურვობ, რა ვიცი, იმდენი მუზეუმი აქვს ნანახი ჩვენს ქვეყანაში. ისეთი ექსპონატები ინახება ჩხოროწყუს ეროვნულ ისტორიულ მუზეუმში, რომ თავისი მნიშვნელობით ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის არის უაღრესად საინტერესო. მთლიანობაში ჯამში არის 28,000-ზე მეტი ექსპონატი და ზოგიერთი არის აი ძველი წელთაღრიცხვით მე-7 საუკუნიდან მოყოლებული აი ესეთი ნივთებია და ერთ-ერთი პირველი ხარ რადგან იურული პერიოდი ვახსენეთ, არის პალეობოტანიკური მასალა, აი ჩვენ ვხედავთ კიდევაც ეკრანზე, ეს არის ფოთლის ანაბეჭდი განამარხებული, ფოთლის ანაბეჭდი ქვაზე, რომელსაც აი პალეობოტანიკოსები უკავშირებენ ზუსტად აი იურულ პერიოდს, ანუ დინოზავრების პერიოდის ის არის ნამარხი და რაში ეხმარება ეს მეცნიერებს? ეხმარება იმაში, რომ დაადგინონ აი იმ პერიოდში ამ ტერიტორიაზე როგორი ტიპის ხეები ხარობდა. ანუ რანაირი იყო ფლორა. ჩვენ ხო პრაქტიკულად არაფერი არ აქვს გადარჩენილი, ანუ ერთი ის გინკო-ბილობაზე ვისაუბრეთ. გარდა ამისა, ამ მუზეუმში არის ძალიან საინტერესო ექსპონატები, მაგალითად არის აი ესენი, ეს არის ქვანახშირის საწყისი ფორმა, ლინგიტები, ლიგნიტები, ქვანახშირის საწყისი ფორმა, ეს არის ბუნებრივი მცენარეული ქვანახშირი, რასაც ქვია და ასევე არის ლიმონიტები,
რომელიც წარმოადგენს ქვანახშირის საწყის ფორმას. ანუ ამას ეძახიან, ეს არის ლიმონიტები, მეც მეჭირა. ხელში, აი ხო ფიქრობთ, რომ რაღაცა სუბუქი რამეა, ხელში რომ დაიჭერთ, არის ძალიან ძიმ, ანუ რკინის შემცველია, ჭაობის რკინა არის, რომელიც აი ღრმა შახტებს არ საჭიროებდა და ითვლება აი საწყის ფორმად. აი ამ რკინის მოპოვების და წარმოიდგინეთ ახლა რას ნიშნავს აი ეს ლიგნიტების და ლიმონიტების არსებობა, რომ იმ პერიოდში ეს იყო მეტალურგიის უძველესი კერა იყო, ასე ვთქვათ და ის ოქროს საწმისის თემაზე რო ვისაუბრე და ეს არგონავტებთან დაკავშირებული ეს კოლხური რკინის მითი სულაც არ არის მითი. ანუ ის ეყრდნობა აი რაღაცა გეოლოგიურ ისტორიას, რომელიც აქ არის დაკავშირებული და ზუსტად ესენიც ყველაფერი არის ახურჩი ნაპოვნი და ეხლა ჩვენ რო კონდეს ცოტა მეტი შესაძლებლობები, აი რამდენად საინტერესო იქნებოდა ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები. ეხლა ამ მუზეუმთან დაკავშირებითაც იგივე მივდივართ გიდის თემასთან, ეხლა მე უბრალოდ რო შევსულიყავი ისე, ვერც ამ ფოთლის ანაბეჭდით, ვერც ამ ქვებით ვერ მივხვდებოდი აი სიღრმეს აი ამ ექსპონატების, ხო და დამხვდა სპელეოლოგი, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი რეგიონში, იგორ ფიჩხაია არის. აი თუ მოხვდით ჩხოროწყუში და თუ გინდათ აი დაინახოთ საოცრებები, რაც ამ მუზეუმში აუცილებლად უნდა მოусმინოთ ამ ადამიანს, აი აბსოლუტურად გაოგნებული დავჭი და ნახე პატარა ვიდეო რგოლი, საიდან და სადაც ჩანდა რომ ამ ბატონ იგორს დაყავს მოსწავლეები არქეოლოგიურ ექსპედიციაში. მაგალითად ეს ლიმონიტები არის მათი აღმოჩენილი. ახლა რამხელა განათლების მატარებელია ასეთი ტიპის ექსპედიციები და იმ სკოლებს, თქვათ, მუნიციპალიტეტში რაც არის სკოლები, რამხელა შესაძლებლობები აქვთ, რომ აი ესეთ ექსპედიციებში ჩაერთონ. კიდევ ერთი უნიკალური ნივთი, რაც იქ არის, ახლა ყველას არ ჩამოვთვლი, ეს არის ჯუმითის ქვას ეძახიან, სადაც ეს ქვაც აი რო აციოთ არის მოცულობა და წონა აცდენილია ერთმანეთთან, ანუ ძალიან ძიმეა და ყველაზე მთავარი რაც ამ ქვას აქვს, ახაზოვანი დამწერლობა, ეს მინოსური ზუსტად რო ვთქვა, კოლხურ-კრეტული დამწერლობის ნიმუში არის აღმოჩენილი. ეს კოლხურ-კრეტული დამწერლობა არის აი მინოსური პერიოდის დამწერლობა და გია კვაშილავამ სხვათაშორის ამოიკითხა რამდენიმე სილაბოგრამა, რაც იქ არის დაწერილი და აი წარმოიდგინეთ, აი რო დაუკვირდეთ მინოსური პერიოდის, ანუ ახაზოვანი დამწერლობის წარწერას რა უნდოდა ჩხოროწყუს ერთ-ერთი სოფლის ქვაზე, ხო? თან ხო კრეტასთან ასწირდება ძირითადად, ანუ იქაური ძველი წელთაღრიცხვით მესამე მეორე საუკუნეა ხო? ძველი წელთაღრიცხვით მესამე მეორე 1000 წლეულს ეკუთვნის, აი უძველესი ქვა არის. გარდა ამისა, თქვათ, იქ მუზეუმში არის ქვევრსამარხი უნიკალური და არის მაგალითად ადგილობრივი წარმოების აბრეშუმის ამქარი არსებობდა თურმე და აბრეშუმის წარმოება. ეხლა რო გავაგრძელოთ, რაც შეეხება კულტურულ ძეგლებს, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს გვერდზე 26 ძეგლია აღწერილი, თქვათ, მუნიციპალიტეტის, მაგრამ ამაში არ არის შესული ბუნების ძეგლები. მაგალითად, ჩხოროწყუში არის 40-მდე მღვიმე კარსტრული, აი გამოჩნდა კიდევაც, აი სავიზიტო ბარათია, მღვიმეთა სამყარო, ხო? მღვიმეთა სამყაროა მართლა, აი სპელეოტურები, პირველი სადაც უნდა დაინიშნოს, ეს იქნება ალბათ ჩხოროწყუ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადგილი ძალიან მალე დაიმკვიდრებს ძალიან მნიშვნელოვან ადგილს აი ტურისტულ საინტერესო ლოკაციებს შორის. შურუბუმუს მღვიმე ქვია ამ მღვიმეს, ანუ დასახელებაც აქვს ძალიან საინტერესო, აი თარგმანში ნიშნავს სულგანაბულს. აი ზემოდან რო უყურებთ, არაფერი არ ჩანს, ჩანს მხოლოდ დაბურული ტყე, ეს ხავსიანი ლოდები, ჩანჩქერები და სინამდვილეში ქვაბულია, ქვევით, სადაც არის აი უნიკალური მღვიმე ყველანაირი ნაღვენთობებით, სტალაქტიდებით, სტალაგმიტებით, ეს გაყინული ჩანჩქერები და ასე შემდეგ და ახლა ტურისტებს აქვს შესაძლებლობა ბოლომდე არ არის გამოკვლეული, აი ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომ გახდეს აი ტურისტებისთვის და ჩვენთვის პირველ რიგში ადგილობრივი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი. მეორე მღვიმეა აი გამოჩნდა კიდევაც სურათი, ეს არის ნაზოდელაოს მღვიმე ზანას ხეობაში. ესეც არის უნიკალური 600 მეტრის მღვიმე არის, შიგნით აი მდინარეა ისეთი გამავალი და აბსოლუტურად ხელუხლებელი გარემოა შიგნით და უაღრესად საინტერესო მღვიმეა, ესეც არის კარსტრული მღვიმე. კიდევ ერთი მღვიმის შესახებ მინდა გითხრათ, დასახელებაც მომწონს ძალიან, ზესნახეს მღვიმე ქვია.
მეგრულად ზესნახე ნიშნავს მზე თუ ნახავს. ეს არის აი 300 მეტრია ჩასასვლელი და კილომეტრი ნახევარი არის სიგრძე ამ მღვიმის და სპელეოლოგები მიიჩნევენ რომ ეს არის ყველაზე სუფთა მღვიმე რაც კი არსებობს საქართველოში და ამობენ რომ აი დასრული ფეხით ჩასვლა არ შეიძლებაო ესეთი რაღაცა ქალის სხეულს ადარებენ და რაღაცა საოცარი გარემოა შიგნით და აქაც აუცილებლად ეს მღვიმეც გახდება ხელმისაწვდომი ჩვენი ტურისტებისთვის და პირველ რიგში ჩვენთვის. გარდა ამისა, უნიკალური პანორამული ხედებია ჩხოროწყუში. ერთ-ერთი ესეთი არის, აი 20 მდალე წვერზე არის ეკლესია. ეს არის მე-11 საუკუნის ეკლესია, ბაზილიკა დგას და უბრალოდ აი ამ ვიდეო რგოლში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რა უნიკალური პანორამა არის. ეს არის მეორე გომის მთის მსგავსი ადგილია. აი პირდაპირ აი ღრუბლებს ზემოთ ექცევა. ეს არის ერთ-ერთი საოცარი ადგილი. მისასვლელი გზა არის? აი ახლა დასრულების პირას არის ამის მისასვლელი გზა და აუცილებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილი. სულ შეიძლება მნიშვნელოვანია რა ინფრასტრუქტურული ნაწილი ხარ კომისთა ზამამაზი არის, მაგრამ ანუ სულანგრეული იყო. ეხლა ისეთი გზაა რომ ერთ საათში დაზიზინებული. აი ზუსტად ესე ინფრასტრუქტურის გარეშე ვერაფერი ვერ განვითარდება. ამიტომ აუცილებელია რომ სახელმწიფომ ამ ყველაფერს მიაქციოს ყურადღება და ტურისტებს რო ეძახი თუ ვერ ავიდნენ იქ. რასაკვირველია და კიდევ ერთი რამე რაც ამ 20 მდალესთან და პანორამასთან ერთად ცნობილი ჩვენი ტობავარჩხილი. ტობავარჩხილი ყველაზე ცნობილია და ეს არ არის მხოლოდ ერთი ტბას გონია ზოგს, ტობავარჩხილი ეს არის ანკარა ტბების ზოგადი სახელია, მთლიანად 7 ტბა არის ესეთი დასახელების, ერთია ჩხოროწყუში და ჩხოროწყუში ესეთი სოფელია მუხური და მუხურიდან იწყება ესეთი ტობავარჩხილისკენ ეს ტურისტული მარშრუტი, ასე ვთქვათ. ახლაც მიმდინარეობს ამ მარშრუტის მოწყობა, იმიტომ რომ იქ უნდა იყოს გასაჩერებელი ადგილები, იგივე ცხენებისთვის, ანუ ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მოწყობილი. სხვანაირად, აი ესეთი უნიკალური ადგილები, როგორიც აქ არის, ნუ არ ვიცი, აი რჩება მხოლოდ თავის თავში და ეს რეგიონის განვითარებასაც აფერხებს თავისთავად ცხადია. და რაც თავარი ხა დროში არ მინდა რომ გამორჩეს, ამიტომ სწრაფად ვლაპარაკობ. გერბზე გამოსახული ფუტკარი. გერბზე, ანუ იმდენად მნიშვნელოვანია ამ ფუტკრის არსებობა, რომ გერბზე არის მონიშნული 3 ფუტკარი, როგორც დაინახეთ, არის გერბზე და ამ ფუტკრებს აქვთ 3 ოქრო აღებული არიან ჩემპიონი ფუტკრები და რით არიან განსაკუთრებულები, ანუ ხორთუმის სიგრძე აქვთ ისეთი, რომ ნებისმიერი ყვავილიდან შეუძლიათ თაფლი მოიპოვონ და პირველად მათი გაყვანა სხვადასხვა უცხოელი მეცნიერების აზრს გავაჟღერებ, რომ ისინი ფიქრობენ, რომ აი ამ ხობისწყლის ხეობა, ანუ ხობწყარის ხეობა მეფუტკრეობის საერთაშორისო ცენტრად უნდა გადაიქცეს, ანუ იმდენად მნიშვნელოვანია, ძალიან და პირველად ამ ფუტკრის გაყვანა ამერიკელი მეცნიერის მიხედვით მეცნიერების მეშვეობით მოხდა 1906 წელს გაიყვანეს და ყოველწლიურად აი მაქვს სტატისტიკა 45000-მდე დედა ფუტკარი გადიოდა 58 ქვეყანაში გაყავდათ. უი რა მაგარი. აი წარმოიდგინეთ რომ მარტო ეს მიმართულება რო განვითარდეს. აი მესმის ექსპორტი. არა მარტო ჩხოროწყუს წაწევდა წინ, არამედ ჩვენს ქვეყანასაც არანაკლებ დაეხმარებოდა, იმდენად მნიშვნელოვანია. აი გასტრონომიული მიმართულება მხოლოდ ეხა წარმოიდგინეთ ადგილობრივი ღვინო და თაფლი, უნიკალური თაფლი, რომელსაც არ აქვს საუკეთესო კომბინაცია კი ბატონო და მაინც ამ ჩვენს ქვეყანაში რამდენი რესურსია, რომელიც არ არის გამოყენებული და აუცილებელია მე ვფიქრობ აი ამ ინფორმაციის გავრცელება ჩემი აზრით, განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის, რომ მათ იცოდნენ ქვეყანაში რა რესურსები გვაქვს. ეხლა ბევრი ცნობილი ადამიანები კი ყავდა ჩხოროწყუებს, მაგრამ ერთი განსაკუთრებით უნდა ვახსენო, ამ ადამიანის ბიუსტი დგას ჩხოროწყუს პარკში და თბილისის აეროპორტთან, ეს არის ბესარიონ ქებურია, პირველი ქართველი მფრინავი, სამოქალაქო ავიაციის ფუძემდებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, რომლის სახლ-მუზეუმი, როგორც ვიცი, არ არსებობს, ანუ არა გვაქვს, რაც აუცილებელია. ერთი ამბავი გამიგია ასე და მაინტერესებს სიმართლესთან ახლოს არის თუ არა, ორჯერ შემოუფრინა ეიფელის კოშკს. აი ეგ უნდა მეთქვა,
კი ბატონო, აი ფოტოც წამოვიღე. არსებობს ეს ფოტო არ მქონდა ნანახის. როდის შემოუფრინა აიფელს, სხვათა შორის ეს იყო პირველი მფრინავი, რომელმაც ესეთი შემოუფრინა აიფელს. დელტაპლანია ესა თუ რა? რაღაცა მაგდაგვარი, ისეთი მარტივი კონსტრუქცია არის. იმისათვის რომ მას დამოუკიდებელი ფრენები შეესრულებინა, მას უნდა დაემთავრებინა ესეთი საფრენოსნო საავიაციო სკოლა. და გაყიდა ყველაფერი და წავიდა პარიზში. და ამ პარიზში დაამთავრა ეს სკოლა და აი გამოცდაზე შემოუფრინა აი ამ ეიფელს როგორც ამბობენ. ეს ქებურიას და ფიროსმანს ჰქონდათ კვეთა. ჰქონდათ კვეთა. კი ბატონო, ჰქონდათ ესეთი კვეთა. სხვათა შორის აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ბესარიონ ქებურიამ ეიფელის ფირმისგან იყიდა რკინის კონსტრუქციები და იმ რკინის კონსტრუქციებით აშენებულია ორი ხიდი, ეს არის ცემსა და ლიკანში. კი, ეს არის მისი გაკეთებული. სხვათა შორის ერთ-ერთ გადაცემაში ხიდებზე რომ მქონდა ერთ-ერთი ხიდი ვაჩვენეთ, მე მგონი ეს ეიფელის ფირმისგან, რომელიც ხო, კი, დაახლოებით გამახსენე. არა რა, მაგარი ხალხი ვარ და ეს ადამიანი თან არის იმდენჯერ დამტრეული, ანუ ძალიან ბევრი მცდელობა ქონდა. არის აი გულმოდგინების სიმბოლოა ეს კაცი. ერთხელ 1906 წელს თუ 1903 წელს, 1913 წელს ბათუმში მოაწყო ესეთი საჩვენებელი ფრენა და ძალიან მაღალ სიმაღლეზე ძრავი გაითიშა. და ჩავარდა ზღვაში და რომ მიაკითხეს უკვე იხრჩობოდა, მაგრამ იმ ძრავს არ გაუშვა ხელი არაფრით. ანუ ძრავს არ უშვებდა ხოლმე, ის ძრავი გადაარჩინა. ესეთი ამბავია და ჩხოროწყუში სხვათა შორის მან გააკეთა აეროდრომი და დადიოდა ვეტმფრენი თბილისი ჩხოროწყუ. და იმ აეროდრომის დღეს არაფერი არ არსებობს, რა თქმა უნდა. ბაქოს აეროდრომიც მისი გაკეთებულია და ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა. მე ხო, ერთადერთი ეს ყველაფერი ხარაცელს ამოყავე, მაინც გადავამოწმებ. არა, იცი რა არის და ეს მე რო ეხა თბილისზე მალაპარაკო, რაღაც უნდა გადაამოწმო გურიაზე რომ. მეგრელებს ეგეთი რა მეცოლი ყავს კაცო, მაგრამ მე არ ვიცი. ისეთი თვალებით ლაპარაკობს. მაინც რაღაცები გადავიკითხო. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. მე ეხა ყველაფერი გახსნილი მაქვს, ღვინოზეც გახსნილი მაქვს, ბესარიამ ქებურიაზეც გახსნილი მაქვს ტაბები. ყველაფერი რას თქვი, იმიტომ რომ იმდენად მნიშვნელოვანია და ისე მწხვენია შენი რუბრიკა რომ თავდება ხოლმე, რომ ეს ყველაფერი მე არ ვიცოდი ჩემ ქვეყანაზე, რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო კიდევ ერთხელ, როგორც ყოველთვის. ჩხოროწყუსთან დაკავშირებით ერთი კითხვა მაქვს. აი, როგორც ვიცი, შესასვლელში დგას ძეგლი, მონუმენტი, სიმბოლო, რომელიც თურმე სინამდვილეში წმინდა გიორგის ქანდაკება, ხო, რომელიც ამაჩხებს უჩხულს. კი ბატონო, იმ პერიოდში, როდესაც აი ესეთი რელიგიური თემატიკის მქონე ძეგლების დადგმა არ შეიძლებოდა, აი ესეთი შეფარული ძეგლი ჩხოროწყუელებმა მაინც მოახერხეს ამ ძეგლის დადგმა, როცა ძლია კეთილმან ასე ქვია და ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია ჩხოროწყუს ცენტრში. ნამდვილად ძლევს კეთილი. მადლობა ფორმულას, რომ გვაძლევს შესაძლებლობას მოვახდინოთ აი პოპულარიზაცია. გულწრფელად მადლობა შენ მიუკერძოებულად, არა კოლეგიალურად, მართლა ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ გადასარევი რუბრიკა. აი იმდენად დაიგეგმება ტურები, საყვარელი და ფავორიტი. ყოველი ამ რუბრიკის მერე ცოტა უფრო ჭკვიანი. ცოტა უფრო მეტად გვეჩნდება სურვილი, რომ პირველ რიგში ჩვენ ქვეყანა მოვინახულოთ. მოკლედ, მე აქ უნდა ვთქვა, რომ მე ამ გადაცემის თანაწამყვანებით ისე ვამაყობ, საკუთარი თავით არ ვამაყობ. დიდი მადლობა. გვიყვარხარ და გელოდებით ერთ კვირაში. ჩვენ თქვენს ნებართვით რამდენიმე წუთი ამოვისვით. კოკაკოლას დავრეთ და დაგივიხდებით.